თქვენ ერთი პრობლემა გაქვთ, როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, თქვენ ჩვენ სხვადასხვა რუკას უყურებთ საქართველოს. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად თქვენ სათვალე გჭირდებათ იმისათვის, რომ დაინახოთ საქართველოს ის რუკა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა და რამდენიც არ უნდა ირბინოთ ტუვალუში და ნაურუში იმისათვის, რომ მათ აღიარონ თქვენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ასამბლეაში არაფერი არ შეიცვლება და არც ერთი ძალიან პრორუსული ადამიანიც კი საქართველოში, რომელიც აღზრდილი არის რუსულ წრეებში, ქართველი მოღვაწე არასოდეს არ მოგცემთ იმას, რაც მას არ გააჩნია. ქართველი ერი არასოდეს არ მისცემს ხმას იმას, რომ დაგითმოთ ჩვენი ტერიტორიები. ეს ძალიან მარტივია. ამისათვის ნებისმიერი სხვა პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ როგორც კი რუსეთი გათავისუფლდება ამ ამბიციებისგან, ჩვენ სხვა შეკითხვები აღარ გვექნება. ჩვენ არასოდეს არ გვიცდია თქვენთვის პრობლემების შექმნა. და მიუხედავად იმისა, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც რუსულადაც კი არ გიპასუხებდა იმდენად მათ გაუჩნდათ უარყოფითი დამოკიდებულება რუსული ენის მიმართ. მე პუტინს ვუთხარი, რომ შეიძლება მე ვარ ბოლო ქართველი ლიდერი, რომელიც მას რუსულად ესაუბრება და რომელსაც შეუძლია ბროდსკის, ისენინის, პუშკინის, ლერმონტოვის და სხვა კლასიკოსების თუ თანამედროვე მწერლების ციტირება. მინდა გითხრათ, რომ მე რუსულად გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. ასე რომ ჩემი პროგნოზი ნამდვილად გამართდა, უკვე აღარ ვსაუბრობ პოეზიის ცოდნაზე. ჩვენ გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და კარგად გავიგოთ, რა არის ამ პრობლემის არსი. არსი ის არის, რომ რუსეთი უნდა გათავისუფლდეს იმპერიული ამბიციებისგან და მათი მისწრაფებისგან, რომ დაიპყროს მეზობელი ტერიტორიები. რაც შეეხება ადამიანებს, მე შევხვედრი ვარ ლარსის საზღვარზე, რომელიც თქვენ ასევე ცალმხრივად დაკეტეთ, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ისევ გახსენით, ჩვენი მხრიდან ასეთი დაკეტვა არ მომხდარა. მე ხელი ჩამომირთმევია ასეულობით ტურისტისთვის რუსეთიდან და არც ერთი მათგანი არ იყო აგრესიულად დამოკიდებული ჩვენს მიმართ. თუმცა მე ერთხელაც ვაჩვენე ტელევიზორში და საკმაოდ წინ დაუხედავად და შემდეგ 7 თუ 8 ადამიანი ვლადივოსტოკში საკმაოდ მკაცრად დაკითხეს და მე მგონი დააპატიმრეს კიდევაც. და ამის შემდეგ მე უკვე კამერა აღარ მიმქონდა, როდესაც ასეთ ადგილებში მივდიოდი და ჩემი ურთიერთობა რუს ხალხთან ერთად არასოდეს არ გაფუჭებულა, არასოდეს არ დაძებულა. ეს არის ჩემი შინაგანი რწმენა, ჩემი შინაგანი ინსტინქტი, რომ ისევ ჩვენი ორივე ქვეყნის წარმატებისათვის ჩვენ უნდა გქონდეს კარგი მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი საზღვარი მიდის ფსოუსა და როკის ტუნელის, მდინარე ფსოუსა და როკის ტუნელის გასწვრივ. ეს არის გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელიც მე მინდა რომ ჩემგან თქვენ მიიღოთ.